თქმა უნდა ვისაუბროთ კანის ერთ-ერთ გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებაზე, ფსორიაზზე, რომელიც მხოლოდ ვიზუალური პრობლემა არ არის სამწუხაროდ და ის ხშირად ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე, თვითშეფასებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. რა იწვევს ფსორიაზს, როგორ ამოვიცნოთ მისი ფორმები და შესაძლებელია თუ არა მისი მართვა ან მისგან გაანკურნება. ამ მნიშვნელოვან თემებზე რუბრიკაში ექიმის რჩევები ვისაუბრებთ დერმატოვენეროლოგთან ქალბატონ ვიქტორია სულავასთან ერთად. მოგესალმებით. დილამშვიდობის ქალბატონ ვიქტორია. ძალიან ბევრ ადამიანს უქმნის ძალიან დიდ დისკომფორტს ეს დაავადება შეიძლება ასეთი ფორმულირებით რომ რა თქმა უნდა დაავადება. რა იწვევს ფსორიას და როგორ შეიძლება რომ მასთან ერთად იცხოვროს ადამიანმა, როგორც ვიცით ეს ბოლომდე არც ტოვებს ხო ადამიანს ცხოვრების განმავლობაში. ისე რომ სრულფასოვანი მაღალი ხარისხის ცხოვრება განაგრძოს ადამიანმა და მოგახსენებთ, რომ ფსორიაზი ეს არის კანის ქრონიკული ანთებითი დაავადება. მის განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობს გენეტიკური განწყობა. გამოწვევი მიზეზი ესე არ არსებობს, ხო? გამოწვევი მიზეზებზე საუბარი ცოტა რთულია. ვინაიდან ეს დაავადება დაკავშირებული არის იმუნური სისტემის პასუხთან, აუტოიმუნური დაავადებაა. საიდან მოდის კონკრეტულად ეს აუტოიმუნური დაავადებები, კონკრეტული გამშვები მექანიზმები მედიცინისთვის ჯერჯერობით აუხსნელია. ჩვენ ვიცით იმუნური პასუხის კონკრეტული ჯაჭვები, როგორ ვიმოქმედოთ მათზე, რომელი მედიკამენტები გამოვიყენოთ და ასევე შესაძლებელია ვისაუბროთ ფაქტორებზე, რომელიც ამწვავებს ამ დაავადებას და ხელს უწყობს დაავადების გამოვლინებას. თვითონ დაავადება კანზე მიმდინარეობს ანთებითი შემოფარგული, მკვეთრად შემოფარგული გამონაყარის სახით, რომელიც მთელ რიგ შემთხვევებში ძალიან ადვილად ამოსაცნობია და ხშირად პაციენტები ერთი მეორის, ისე ვთქვათ, შემხედვარე უკვე მზა პასუხით მოდიან, რომ აი პირდაპირ მე მაქვს ფსორიაზი. თუმცა მთელ რიგ შემთხვევებში განსაკუთრებულად ადრეულ სტადიებზე პაციენტისთვის ეს ამოუცნობი დაავადებაა და ხშირად თვით მკურნალობას ეწევიან და მხოლოდ განხანგრძლივებული ქრონიკული მდგომარეობების დროს, გავრცელებული ფორმების დროს მოგმართავენ ხოლმე. არის თუ არა შესაძლებელი, რომ აი დაეჭვათ საწყის ფაზაზე, როგორც თქვენ თქვით, პაციენტმა თვითონ განასხვაოს ფსორიაზის სხვა კანის დაავადებისგან, თუ შეიძლება რომ ესეთი რჩევა მივცეთ. ხშირად აინტერესებთ ეს პაციენტებს, რომ თვითონ მიხვდნენ, ესე ვთქვათ, რა დაავადება აქვთ. ეს არის მკვეთრად შემოფარგლული, მომრგვალო ოვალური ფორმის ჩვენს ენაზე ბალთები, კერები, რომელიც კანის დონიდან მეტნაკლებად წამოწეულია და ტიპიურ შემთხვევებში იფარება მოვერცხლისფრო ქერცლით. ქერცლის ინტენსივობა შეიძლება იყოს მსუბუქიდან მძიმე ფორმამდე, ან ნაწილობრივ ფარავდეს ამ ბალთას, ან მთლიანად სქელი მოვერცხლისფრო ფერით იყოს დაფარული, იმდენად რომ თვითონ ბალთის ფერი არც განისაზღვრებოდეს. ხშირად იწვევს ხოლმე ქალოს, თუმცა ზოგჯერ უსიმპტომოთაც მიმდინარეობს და მხოლოდ გარეგნული გამოხატულება აქვს. ხშირ შემთხვევაში ეს იწყება კიდურებზე თუ აი თავის არეში, იმიტომ რომ მე მქონია შემთხვევები ჩემს ირგვლივ ადამიანებთან, ვისაც აქვს ეს დაავადება და ხშირად არის რომ როდესაც უმწვავდებათ ეს პერიოდი, მთლიანად ეს ქერცლი, ესე ვთქვათ, იქნება ეს დავშოთ ქერტლი თუ სხვა სახით მოედინება. ფსორიას აქვს სხვა ფორმები. შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს. არსებობს იზოლირებულად ხელის და ფეხის გულების ფსორიაზი. შესაძლებელია იყოს მხოლოდ თავისთმიან მიდამოში გამოვლენილი პირველადად ფრჩხილების დაზიანებით. თუმცა არსებობს გენერალიზებული ფორმებიც, როდესაც მთელ სხეულზე შეიძლება გავითარდეს და იშვიათ შემთხვევებში მწვავე ფორმების დროს მათ შორის შეიძლება სახის ნაწილზეც გამოვლინდეს გამონაყარი. რა საკიდან ვლინდება ისე ძალიან გამონაყარის განვითარება, დაავადების განვითარება შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს. დაახლოებით 30-40% შეიძლება ბავშვთა ასაკიდანაც დაიწყოს. ეს გარკვეული ეს არის თუ არა სტრესებთან დაკავშირებული? რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორი არის სტრესი. ეს შეიძლება იყოს უეცარი სტრესი, ძლიერი, ან შეიძლება იყოს ქრონიკული სტრესი. სტრესი ცოტა კნებითი სახელია და მოიცავს სხვადასხვა ფაქტორს. შეიძლება იყოს ემოციური სტრესი,
ასევე ორგანიზმისთვის ძალიან სტრესული ფაქტორია ქრონიკულად არაჯანსაღი საკვების მიღება, არაჯანსაღ გარემოში ყოფნა, ატმოსფერული დაბინძურება და სხვა და სხვა. ანუ სწრაფი კვება, არაჯანსაღი საკვებიც და ცხოვრების წესის დარეგულირება უწყობს ხელს, რომ ერთგვარად ფაქტორი არის, ვინაიდან უჯრედულ დონეზე იწვევს ანთებითი პროცესს და ანთებითი პროცესმა შეიძლება უკვე მისცეს გამშვებითი მექანიზმი აი ამ დაავადების განვითარებას. რა თანამედროვე მკურნალობის მეთოდები არსებობს ამ მიმართულებით მედიცინა იკვლევს ხო მეცნიერება ყოველთვის სხვადასხვა დაავადებების შესახებ. თუ არის რაიმე ახალი მიღწევები თანამედროვე მკურნალობის მეთოდების მოგახსენებთ დაავადების ფორმაზე და სიმძიმეზე არის დამოკიდებული მკურნალობის მიდგომაც. რა თქმა უნდა, მსუბუქ ფორმებს ვუდგებით შედარებით უფრო მსუბუქად. ამ შემთხვევაში ძირითადად ვიყენებთ ადგილობრივ საშუალებებს, მათ შორის არის ფოტოთერაპიაც, რომელიც საკმაოდ ეფექტურია უმრავლეს შემთხვევაში. ფიტოთერაპია და ჰომეოთერაპია ეს არ არის ეს მინდოდა რომ მეკითხოს რამდენად არის მიზანშეწონილი. ეს არ არის მსოფლიო გაიდლაინებით აღიარებული, თუმცა მთელ რიგ შემთხვევებში შეიძლება უბრალოდ მსუბუქი დამამშვიდებელი დეზინტოქსიკაციური ესე ვთქვათ ეფექტი ქონდეს და დანიშნულება, ხოლო დაავადების მკურნალობის მიზნით ეფექტური არ არის. მოდი ვახსენოთ ფოტოთერაპია, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის ეფექტური. ეს არის გაფილტრული ულტრაისფერის სხივების ზემოქმედება, თუმცა მცირე რაოდენობის პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა ულტრაისფერის სხივების მიმართ, ანუ ფოტოსენსიბილიზაცია, ფოტოდერმატიტი, მათში შეიძლება პირიქით დაავადების გამწვევა გამოიწვიოს. ამის შემდგომ მოდის უკვე სისტემური მკურნალობა, როდესაც ჩვენ მოქმედებთ იმუნურ სისტემაზე, მათ აქვთ იმუნურ სისტემაზე დამოქმედებელი სუპრესიული მოქმედება და ასევე კანის უჯრედებზე მოქმედებენ ანთების აწინააღმდეგოდ და მოქმედებენ იმ მექანიზმზე, რომელსაც ახლავს აი ამ ბალთების განვითარება, ანუ უჯრედების გამრავლებას, ინტენსიურ გამრავლებას აფერხებენ. თანამედროვე მკურნალობის მეთოდებიც, რა თქმა უნდა, მედიცინამ შეიმუშავა, ეს არის ახალი მიდგომები, ბიოლოგიური პრეპარატები, რომელიც კონკრეტულ იმუნურ ჯაჭვზე მოქმედებენ. ხა ბიოლოგიურ პრეპარატებზე ხა რა თქმა უნდა ჩვენ ვერ დავასახელებთ თვითონ ამ პრეპარატების ბიოლოგიური პრეპარატები ძალიან დიდი ინტერესი იწვევს, მაგრამ საინტერესოა როგორი ცნობადობა უკვე ამაღლებულია, ეფექტურია დიახ, მაგრამ ეს პრეპარატი არის არეზერვო პაციენტებისთვის, გამოიყენება მწვავე და მძიმე ფორმების დროს და ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა ალტერნატიული და უფრო ხელმისაწვდომი მკურნალობა არ არის ეფექტური, ან სხვა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, რომ მან მიიღონ ეს მედიკამენტები. იცით რა მაინტერესებს? აი რა უნდა იცოდეს პაციენტმა ყოველდღიურ ცხოვრებაში, დავუშვათ კვების, მოვლის, რაღაცა სანიტარული ჩვევების, სხვადასხვა დავუშვათ გამწვავების მიზეზების საწინააღმდეგოდ, აი რა უნდა მოიქცეს? რაც შეეხება კანის მოვლას, პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ პირველ რიგში კანი უნდა იყოს მუდმივად დატენიანებული. მაქსიმალურად უნდა ერიდონ მიკროტრამვებს და უხეშ ტრამვებს, ვინაიდან ფსორიაზისთვის დამახასიათებელია ეგრეთ წოდებული კებნერის ფენომენი, როდესაც კანის ჭრილობას პროვოცირებას უწევს ახალი გამონაყრის განვითარებას. ახალი კერის გაჩენას. ახალი კერის გაჩენას, დიახ. მაგრამ გადამდები არ არის მე. არა, დაავადება გადამდები არ არის. ასევე მათ უნდა მიაქციონ ყურადღება, ვახსენეთ ჩვენ კვება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ძილის რეჟიმი, თუ არის დარღვეული ძილი, ძალიან მოქმედებს ეს ნერვულ სისტემაზე. ასევე ჰორმონალურ სისტემაზეც და დაბალანსებული ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავისთავად აისახება თავად ფსორიაზეც. პაციენტები თვითონ ხო აღნიშნავენ და აი ამ აკავშირებენ სტრესული მდგომარეობის მომატება, ვთქვათ, აი ესეთი საკვების მიღება, რომელიც მათ მდგომარეობას აღიზიანებს. ეს ცოტა ინდივიდუალურია, მინდა გითხრათ.
გამწვავებას რაც იწევს. აი ესეთი კონკრეტული საკვები რო გამწვავებას იწევს, ესე არ არის, იმიტომ რომ არ არის ალერგიული მდგომარეობა. თუმცა თუ პაციენტს აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რაიმე დაავადება და რომელიმე საკვები თქვა აღიზიანებს მის მდგომარეობას, რა თქმა უნდა ის ირიბად აისახება ამ მდგომარეობას. ქალბატონო ვიქტორია, მითებზე და რეალობებზე რომ ვისაუბროთ, ხო? საინტერესო არის ფსორიას შველის მზე და სხვა. რა თქმა უნდა, შველის აი მე როდესაც ვახსენე ფოტოთერაპია, ერთ-ერთი არის ეს მზის სხივები. თუმცა რა თქმა უნდა, აქ რეკომენდაციას ვიძლევით ჯანსაღ ფილტრზე, გარკვეულწილად ეს ფსიქიკაზეც მოქმედებს დამამშვიდებლად და მზის ულტრავისფერი სხივები ადგილობრივად ანთების საწინააღმდეგო მოქმედებს. შეიძლება იგივე ითქვას? სოლარიუმზე იგივეს ვერ ვიტყვით, იცით, აი დაუშვათ მარილიანი აბაზანები და მე ვიცი რომ რამდენიმე კურორტი არსებობს დაუშვათ იქნება ეს ისრაელში თუ სხვა კურორტზე, სადაც არიან სპეციალური რაღაცა თევზები და რაღაც სპეციალურ წყალში ჩადიან ეს პაციენტები და იქ ეს თევზები აი ამ დაუშვათ ქერლს აშორებენ და რაღაცა დროის განმავლობაში ეს ყველაფერი რაღაც განკურნება ამისი როგორც ვიცი არ ხდება სრულიად, მაგრამ რაღაცა დონეზე დაუშვათ მკურნალობა შესაძლებელია. დამშვიდება თქვა იმ ზონებში. არის თუ არა ეს სინამდვილე? სინამდვილეა რომ ის თევზები არსებობენ, უბრალოდ ის ზედმეტ ქერცლს აშორებენ. რეალურად ამის გაკეთება მედიკამენტოზურადაც შეიძლება. რაც შეეხება კურორტოთერაპიას, რაც შეეხება კურორტოთერაპიას, საქართველოში ჩვენც გვაქვს ესეთი კურორტი ნუნისი, რომელიც ფსორიაზის, ეგზემის და სხვა ქრონიკული დაავადებების დროს არის მიზანშეწონილი და რეკომენდებული, თუმცა აქაც რეკომენდაცია არის ექიმის მიერ. გამწვავების დროს აღნიშნული კურორტოთერაპია არ არის მიზანშეწონილი. დაავადებას აქვს სხვა ფაზები, ანუ მწვავე ფაზა, სტაბილიზაციის და უკუგალმითარების ფაზა. ანუ მწვავე ფაზაში მსგავსი კურორტოთერაპია არ არის რეკომენდებული, შეიძლება პირიქით დაავადების უფრო მეტად გამწვავება გამოიწვიოს. ანუ მისი განკურნება სრულიად ეს არის აბსოლუტური ქრონიკული დაავადებებს, იმიტომ ქვია ქრონიკული, რომ მათი განკურნება არ ხდება, თუმცა ისინი მართვადია მედიკამენტოზურად, პაციენტის ხელშეწყობით და ექიმთან მუდმივ კომუნიკაციით. აზიანებს თუ არა ეს დაავადება სახსრებს, აი საბოლოოდ. გარკვეულ პროცენტში აზიანებს სახსრებს, არსებობს ცალკე ფორმაც ფსორიაზული ართრიტიც, რომელიც საკმაოდ რთულად მიმდინარეობს და მინდა გითხრათ, რომ არც ისე მარტივი სადიაგნოსტიკოა. ამ მხრივ რევმატოლოგის და დერმატოლოგის კომუნიკაცია და კოლაბორაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ მხრივ ძალიან კარგია, რომ გაამახვილეთ ყურადღება, ვინაიდან პაციენტებს, რომელსაც აქვთ მსუბუქად გამოვლენილი გარეგანი კანზე გამონაყარი, შესაძლოა ფარულად მიმდინარეობს ფსორიაზული ართრიტიც. ამიტომ პაციენტებს თუ აქვთ რაიმე ჩივილი სახსრების მხრივ და აქვთ გამოხატული გამონაყარი კანზე, ჯობია რომ დროულად მიმართონ ექიმს, ვინაიდან მოხდეს დაავადების დიფერენცირება, დიფერენციალური დიაგნოსტიკა, ფორმების გამოვლენა და დროული მკურნალობა. ადრეულ სტადიაზე დაწყებული ფსორიაზული ართრიტის მკურნალობა პაციენტებს აარიდებს უფრო გართულებული მდგომარეობისაგან. ვინაიდან ფსორიაზული ართრიტი მოგეხსენებათ უკვე მერე იწვევს დეფორმაციებს სახსრების, ფიზიკურ უნარობას, შეზღუდულ მოძრაობას და ამიტომ ადრე დაწყეული სისტემური მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. როგორც ყველა სხვა დაავადების შემთხვევაში. ჩვენი სტუმარი იყო დერმატოვენეროლოგი ქალბატონი ვიქტორია სულავა. საუბრობდით ფსორიაზზე, ამ ქრონიკულ დაავადებაზე, კანის ქრონიკულ დაავადებაზე და ნუ ესე რომ შევაჯამოთ, მთავარია რომ არ ვინერვიულოთ, სწორად ვიკვებოთ და დროულად მოვახდინოთ დაუშვათ ამ ჩვენი დაავადების ეტაპის გამოვლენა.